საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის ინაუგურაციის გენერალური რეპეტიცია ხვალ გაიმართება. გიორგი მარგველაშვილს უკვე მომზადებული აქვს მიმართვის ტექსტი ამ დრომდე ჯერ კიდევ ზუსტდება სტუმრების სია, რომლებიც 17 ნოემბერს ფიცის დადების ცერემონიას დაესწრებიან. ჯერჯერობით უცნობია შეერთებული შტატების დელეგაციის შემადგენლობაც. მოსაწვევი ინაუგურაციაზე დასასწრებად უკვე გაუგზავნეს მიხეილ სააკაშვილს. ტრადიციის მიხედვით პრეზიდენტი ფიცს დადებს საქართველოს კონსტიტუციაზე, რის შემდეგაც იგი ქვეყნის მოსახლეობასა და სტუმრებს მიმართავს. ფიცის დადებისა და დროშის აღმართვის შემდეგ სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება. მოგვიანებით კი უცხოურ დელეგაციებთან ორთხრევი შეხვედრები დაიწყება. საზეიმო ღონისძიებები რუსთაველის თეატრში ან პერისიონის საკონცერტო პროგრამით გაგრძელდება. ინაუგურაციის დღე კი შერატონ მეტეხი პალასში ახალი პრეზიდენტის პირველი საზეიმო მიღებით დასრულდება. ნება საჯარისო შენაერთებიდან ვფიქრობ, რომ ძალიან ლამაზი და საინტერესო რიტუალით დაუკრავს ოპერისა და ბალეტის ორკესტრი და კაპელა მიიღებს მონაწილეობას, აგრეთვე იქნება ანსამბლი რუსთავი და მართვე ინაუგურაციაზე. შემდგომ ჩატარდება კონცერტი რუსთაველის თეატრში, ერისიონის კონცერტი. შემდგომ იქნება მიღება შერატონში, პრეზიდენტის საზოგადოება შეხვდება. მართლაც განსაკუთრებულად ვემზადებით, იმიტომ ეს არის ძალიან სასიხარულო ჩვენთვის, რომ ერისიონს მიანდეს ესეთი საპასუხისმგებლო კონცერტი. როგორც ყოველთვის, ჩვენ გვემსახურება საფრანგეთიდან ტექნიკური ჯგუფი ფრანგების, განათებისა და ხმის და ისინი ჩამობრძანდებიან 16-ში ღამით, დავიწყებთ უკვე მონტაჟს განათებისა და ხმის და 17-ში გვექნება რეპეტიცია, უკვე სერიოზული რეპეტიცია დილით. 1 საათიანი პროგრამა იქნება პრინციპში, ყველაზე საუკეთესო და საუკეთესო ნომრები.